ძალიან მაგიზიანებს, როდესაც მეუბნებიან, შენნაირი, შენ მდგომარეობაში მყოფი, შენის თანა. რას ნიშნავს ჩემის თანა? ჩემი ასაკის ქალი? ჩემსავით ბავშვობაში რუსულენოვანი? წარმოშობით იმერელი? იურიდიული განათლებით? გაცვითი პროგრამების მონაწილე? თუ რა? უსინათლოების და შიშრომ პირობის გარდა უამრავი სხვა იდენტობა მაქვს. და უსინათლოება არის ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიკუთვნებულობა, რომელთაც რაღაც მაკავშირებს. და ძალიან მაგიზიანებს, როდესაც რატომღაც თვლიან, რომ მე ეგრევე უნდა გამოვიცნო, ამას რომ მეუბნებიან შენნაირი, რომ მაინც და მაინც უსინათლოებას გულისხმობენ. არც ყველა უსინათლო არის ჩემნაირი. არც მე ვარ ყველა უსინათლოსნაირი და შეიძლება არაუსინათლოსთან და მხედველთან უფრო მეტი საერთო მქონდეს, ვიდრე ზოგიერთ უსინათლოსთან და ხო შეიძლება პირდაპირ თქვა, კაცო, ამოღერო ადამიანმა, რომ უსინათლოს ვიცნობ, ან სხვა შეშემო პირს ვიცნობ და ეს გამოცანებით არ გველაპარაკონ. არ ტეხავს სიტყვა არც უსინათლო, არც შეშემო პირი.